ვიწყებთ მესამე დღეს ლისანის სტენდიდან. ეს არის i6. i8 შემთხვევაში არსებობს მხოლოდ 4-4-ზე. ნახოთ რა წარმოადგენს მეგა ირგვლივ. ლისანის გაყიდვებით ცოტათი უფრო დავარდა სტატისტიკის მიხედვით. ესე იგი ვნახოთ რა ხდება Huawei Maestro-ს უკანა სავარძელზე. არც ერთ ეს კლასში მე ესეთი რაღაცა არ მინახია. LS6-ის ინტერიერში პირველი რასაც ვაქცევთ ყურადღებას ეს არის LS9. მაიბახმა არ დამიტოვა სამწუხაროდ ისეთი შტაბეშილებები. მოგესალმებით მეგობრებო, China Cars წერტილი G, დღეს არის უკვე დღე ნომერი 3, როდესაც ვიმყოფებით გუანჟოს ავტოგამოფენაზე და გუშინ დავამთავრეთ ლისანის სტენდთან, როგორც შეგვიძლია ვიწყებთ მესამე დღეს ლისანის სტენდიდან. რა მინდა გითხრათ ლისანის შესახებ. ლისანმა არაფერი ზე ახალი არ გამოუშვა. წავიდეთ ვნახოთ რა ხდება i სერიაში, უпростоრად უკაცრავად L სერიაში რა ხდება, იგივე L6-დან L9-ის ჩათვლით ყველაფერი. დიდი ცვლილებები არაფერი არ მოხდარა. უბრალოდ ოდნავ ვიზუალი შეეცვალა, პროცესორი აქვს უფრო მეტი და ასე შემდეგ. მოკლედ, ისედაც ყველაფერი იცით ლისანის შესახებ. არაფერი ზე ახალი არ გაუკეთებიათ. იგივე ავტომობილებია, მაგრამ ლისანმა გამოუშვა ავტომობილი სერიაში i. წავიდეთ i სერიაში. პირველად გამოუშვა i8, ეხლა გამოვიდა i6. არ გვინახია აქამდე, დღეს ვნახავთ, დავათვალიერებთ, მოგიყვებით რა ხდება. და ბოლოს i-ის შემდეგ გადავავლოთ თვალი მეგას. ეგ არის სულ. დავიწყეთ. გინდა იყიდო ავტომობილი ჩინეთიდან, მაგრამ არ იცი საიდან დაიწყო? არ ინერვიულო. ჩვენი სერვისი China Cars-ში ყველაფერს გაგიმარტივებს. უბრალოდ აირჩიე სასურველი ავტომობილი და დანარჩენს ჩვენ მივხედავთ. შედი საიტზე, შეავსე განაცხადი და მორჩა. ჩვენ თანამშრომლობთ ყველა ეტაპზე. დაგეხმარებით შერჩევაში, დოკუმენტაციაში, ტრანსპორტირებაში და მანქანას პირდაპირ შენს კართან მოგიყვანთ. ჩვენთან ყოველთვის გამჭვირვალე ფასებია. არანაირი დამალული საკომისიო და სრული გარანტია პროცესის ანდოობაზე. China Cars-G, შენი მარტივი და უსაფრთხო გზა ჩინური ავტომობილისკენ საქართველოში. მეგობრებო, მოვედით ლისანის სტენდთან, როგორც გითხარით, ესე იგი მოვახციეთ i სერიამდე, ეს უკვე ახალი სერია არის, გამოსული არის ორი ავტომობილი. პირველი არის i8 და შემდეგ გამოვიდა i6. ეს არის რაღაცა საშუალო MPV-სა და SUV-ს შორის, ჩვენებურად Jeep-სა და Minivan-ს შორის. ოქროს შუალედია რაღაცნაირი, ხალხის უდარბის ჩვენ წინ, მაგრამ რა ვქნათ? მოკლედ, ესე იგი, ეს არის i6. რას გვაძლევს ავტომობილი? ეს ავტომობილი არსებობს უკანაწამყვანიანი და 4-4-ზე. უკანაწამყვანიანში გვაქვს 340 ცხენის ძალა, მაგრამ გაივლის 720 კილომეტრს, ხოლო 4-4-ზე გვაძლევს 540-ზე მეტ ცხენის ძალას, მაგრამ გაივლის 660 კილომეტრს. პირველად ვჯდებით ამ მანქანაში, დავათვალიერებთ თუ რა არის. დავიწყოთ. როგორც ყოველთვის ჩავჯექი ავტომობილში და უკვე მასაჟია ჩართული, წინა სავარძლის, აბსოლუტურად ნაცნობი სიტუაცია. ორმაგი დიდი მონიტორი წინ, ზუსტად ისეთივე საჭე, როგორც L სერიას აქვს, უბრალოდ აი აქ დაგვემატა დინამიკი, ცოტათი შეიცვალა ესე იგი ჰაერის დეფლექტორები, დაგვემატა კამერა სარკისმაგივრად. იმიტომ რომ ჩემს უკან არის დიდი მონიტორი, რომელიც რა თქმა უნდა შემიშლის სარკეში, ამიტომ გვაქვს კამერა. სატენები იგივე მაღალი ხარისხის მასალა, ყველაფერი კარგად, გემრიელად, ორმაგი პანორამული სახურავი, ანუ ორი ეგრეთ წოდებული პატარა ლუქის მაგვარი რამე. ნაცნობ სიტუაციაში ვჯდები. ეს არის ლისანი. ლისანია რა, უბრალოდ სხვანაირი ფორმა აქვს გარედან და სხვანაირი და ელექტრომობილია. ეხლა ვნახოთ, აი მე ვზივარ კარგად, გემრიელად, წინ. ეხლა გადავჭრით უკან და ვნახოთ აბა როგორ ჩავეტევი. იცით, აი ლისანია რა. აი როგორც L6-ში ეტევით და ზიხართ მშვენივრად, ნახეთ რა მხელა სივრცე მაქვს, წინ მე ვიჯექი კომფორტულად. აქ დაგვემატა ბლაინდები, ფოთაშორის დაგვემატა აი ambient lighting-ი. აქ როგორც მე ვხვდები არის. ეს არის რა თქმა უნდა მაცივარი, ჯერ ამას მივაქციოთ ყურადღება, რა თქმა უნდა მაცივარი. აი ესეთი 9 ბოთლი ჩაეტევა შიგნით. კლიმატ კონტროლის მართვის სისტემა და ეს არის დარწმუნებული ვარ ეს არის ფეხების ჩამოსადები. ხო ვთქვი,
ეს არის ფეხების ჩამოსადები. ანუ გავწევ სავარძელს. ესეთი სხვადასხვა L6 არა აქვს. გავწევ სავარძელს წინ, დასვენება მინდა. ჩამოვდე ფეხებს და ვისვენებ. ვეტევი უზარმაზარი სივრცეა შიგნით. დიდი მონიტორი რა თქმა უნდა. ყველაფერი სწრაფი, ეს ადის ზევით. ესეც ესე. ეხლა ვნახოთ რა ხდება საბარგულში. ინტერიერი საკმაოდ დიდია. საბარგულის მოცულობა. ნახეთ, რამდენი რაღაცა ეტევა შიგნით. ღრმა ისა აქვს, რა ქვია, ჩასადები. ეს არის სავარძლების დაკეცვა, ელექტრონული რა თქმა უნდა. აბა ვნახოთ. მე მგონი ზომა პრინციპში ჩანს. ერთადერთი აი ეს დაბალია ცოტა სახურავი ქვევით ჩამოდის. ანუ ორი ჩემოდანი სავარაუდოდ აქ ვერ დადგება, მაგრამ ისევ და ისევ. იცით შეიძლება დადგეს კიდევაც. ანუ 1 2 3 მიახლოებით ჩემოდანი შეიძლება დადგეს. აბა შევხედოთ უკენა როგორ გამოიყურება. კამერა. ესეც ჩვენი i6. ეხლა წავიდეთ ვნახოთ რა არის i8. სხვათა შორის. მგონი არ მithქვია. ყველა i სერიას ელემენტები აქვს ერთნაირი. 87 კილოვატ-საათიანი ელემენტები აქვს. ეს კი i8, უფრო დიდი ვერსია i6-ის, ოღონდ i8-ს შემთხვევაში არსებობს, დავაზუსტეთ ინფორმაცია, i8-ს შემთხვევაში არსებობს მხოლოდ 4-4-ზე წამყვანი, მხოლოდ ერთი ელემენტი 97 და 8 კილოვატ-საათიანი, აქვს 554 ცხენის ძალა და გაივლის 720 კილომეტრს ერთი დამოხტვით. მაინტერესებს როგორია შიგნით, იმიტომ რომ i6-ში იყო 2 რიგი, რამოდენიმე ვერსია ჰქონდა. ეხლა ვნახოთ რა იქნება i8-ში. აბსოლუტურად იგივე ავტომობილია, რაც ყველა Nissan-ი, რაც i6-ი, ვიზუალურად შიგნით არაფერი არ განსხვავდება, უბრალოდ ფერებშია ამ კონკრეტულ კომპლექტაციაში განსხვავება. მეჩვენება, რომ თითქოს უფრო ფართეაო. მე ხალ ვზივარ ამჟამად ისე რომ დიდ გზაზე ჩვენივე დავჯდებოდი, ძალიან ლამაზი head-up display აქვს, ძალიან ისეთი კაშკაშა ფერად ფერებში აჩვენებს ყველაფერს, ძალიან სასიამოვნოა, სამწუხაროდ კამერა ამას ვერ გაჩვენებს. გადავიდეთ და ვნახოთ რა ხდება უკანა სავარძელზე, მაგრამ მანამდე ვნახოთ რა ხდება საბარგულში. ესეც სურპრიზი, პრინციპში სურპრიზი მთლად არ იყო, იმიტომ რომ ეს არის გრძელი ავტომობილი, ეს არის i8 და i8-ში გვაქვს 3 რიგი. საინტერესოა როგორ ჩავეტევი მესამე რიგში. ეხლა ვნახოთ რამხელა საბარგულია, ერთი ჩემოდნის ჩასადები ამბავია. ეხლა კი ვნახოთ რა ხდება i8-ის მეორე რიგში. უკვე ორი დამოუკიდებელი სავარძელი აქვს. გენაცვალე ადგილი საკმაოდ როგორც ყოველთვის მყარი Nissan-ის მაგიდა. მონიტორი, დეფლექტორები, ყველაფერი მაცივარი, რა თქმა უნდა, ყველაფერი რიგზეა, ყველაფერი არის, როგორც Nissan-ებს აქვს ხოლმე ტელეფონის ჩასადები სავარძლებში. ეხლა კი წავიდეთ და ვნახოთ რა ხდება უკან. შეხედეთ როგორ ვზივარ მესამე რიგში. არც თუ ისე დიდად გამოიყურება ეს ავტომობილი გარედან. ისეთი შთაბეჭდილება თითქოს აი ქალაქის ავტომობილიაო. რა თქმა უნდა, არა თავზევითაც შვენიერისა მაქვს, ოქი ადგილი მაქვს. აქ პანორამა, წინ ცალკე ლუკის ზომის პანორამა, მონიტორი, ყველაფერი. კიდევ ერთხელ ვწდი, ესე იგი, რაოდენ, ღილაკი მაქვს. აბა ვნახოთ რა შობა ეს ღილაკი. ეს ღილაკი მირეგულირებს ზურგს. აქ არის სავარძლების გათბობა და ვნახოთ რაოდენ მარტივი იქნება მესამე რიგიდან გადმოსვლა ჩემი ზომის ადამიანებისთვის, ბავშვებზე რა თქმა უნდა, უკვე ხო ზედმეტია საუბარი. ოპა. შვენიერი. ერთი ნიუანსი, რაზეც ფიქრობს მაინც Nissan-ის გამკეთებელი. მოდით გაჩვენოთ. აი ეს USB პორტი იფარება. აქვს სახურავი, რომ არ დაისვაროს და არ გაფუჭდეს. ამაზეც
ფიქრობს ლისანის გამომშვები. ძალიან მომწონს. ძალიან კარგი ავტომობილია, განსაკუთრებით ვისაც ოჯახი ყავს. როგორ ფიქრობთ, მეგობრებო, სად ვწევართ ახლა რა ადგილას? ვერაზოს ვერ დაიჯერებთ, ეს არის ავტომობილი, რომელსაც ქვია Nissan Mega. ეს არის ავტომობილი, რომელსაც აქვს 102 კილოვატ-საათიანი ელემენტი, რომელიც გაივლის 710 კილომეტრს ერთ დამუხტვაზე და აქვს 554 ცხენის ძალა. არსებობს მხოლოდ ვერსიები 4x4-ზე და ეს არის უკვე სრული ზომის MPV, ანუ ჩვენებურად მინივენი. ეს მხოლოდ ის არ არის, ისი ჩვენებაც მინდოდა, გავსწორდი, რა თქმა უნდა, აქ როგორც ყოველთვის, როგორც ყველა ლისანში, მაგიდა, როგორც ყოველთვის, მაცივარი, უზარმაზარი დიდი მესამე რიგი, ეხლავე გაჩვენებთ. შევედი მესამე რიგში, შეხედეთ რამხელა მესამე რიგი აქვს. შემიძლია პრინციპში დავწვე, ფეხი ფეხზე მაგ გადადებული და ვწევარ. ანუ იმ დონეზე დიდი ზომაა შიგნით. აქ აქვს ყველაფერი, გათბობა, სავარძლების რეგულირება, შუაში ხელის ჩამოსადები, მოკლედ ყველაფერი. სულო და გულო, რაც გინდა, თავის USB პლაგებიდან დაწყებული, ყველაფრით დამთავრებული, მაგრამ ამასობაში ვისაც არ უნდა ესე გადმოსვლა და რაღაცა დაჯდება და უფრო კარგად გადმოსასვლელად მოტრიალდა სავარძელი, გადმოვედი, წავედი, დავაჭირე რილაქს, დატრიალდა უკან სავარძელი და რა თქმა უნდა დაიხურა კარები. ნახოთ რას წარმოადგენს Mega ირგვლივ. დიდი მასიური უკანა ნაწილი, მაგრამ შეხედეთ სიმაღლეში როგორ იხრება ქვევით, ანუ ყბამდე მაქვს. შემდეგ ვნახოთ უამრავი კამერები ისევ და ისევ, სხვადასხვა ტიპის კამერები. ვნახოთ რა ხდება აქ. წარმოიდგინეთ მესამე რიგი და უკვე საკმარისი ადგილი იმისთვის, რომ აი ესეთი სიღრმის, იმისთვის, რომ ჩაეტიოს შიგნით ბევრი რამ. არც თუ ისე ბევრი რამ, მაგრამ არ დაგვაუწყდეს ეს ყველაფერი იკეცება. ეხლა კი საკმაოდ ღრმა ადგილი რაღაცეების ჩასადებად, ყველაფერი რა თქმა უნდა ელექტრონული, სავარძლების დაკეცვაც და ყველაფერიც და ეხლა ვნახოთ რა ხდება წინ. სანამ ველოდებით ჩვენს ჩაჯდომაზე, წინა სავარძელზე, გაჩვენებთ როგორ გამოიყურება Nissan Mega წინიდან. ბევრი ამბობს, რომ ეს ალბათ წააგავს რაღაც საუთავო მაგიდას ან უთოს ან რაღაცას. მე რომ მკითხოთ ეს გავთ. აი 300 კმ/სთ სიჩქარით რომ მატარებლები მოძრაობს, ფუტურისტული მატარებლები. ძალიან კომფორტაბელური, ძალიან დიდი და ძალიან გემრიელი სწრაფი მატარებელი. დიდი ოჯახისთვის იდეალური. ვეცდებით მომავალში ეს გავაღოთ, ვნახოთ თუ აქ რამე ხდება საერთოდ, შევიდეთ, ვნახოთ რა არის წინა სავარძელზე ჩვენმა რიგმაც ჩვენს მოგვიწია. აქ აქვს საფეხური. დავდექი, ჩავჯექი. კლასიკურად, ისევ და ისევ, როგორც ყოველთვის, ლისანი არის ლისანი. იგივე ფორმა, იგივე საჭე, იგივე ყველაფერი. წააგავს დიდი ზომის i სერიას, მაგრამ ეს არის Mega, ეს არის გრძელი ავტობუსი. ყველაფერი იგივეა, უბრალოდ აი აქ აქვს საფეხური და ცოტათი ალბათ სხვა, მაგრამ ისევ და ისევ ძალიან ხარისხიანი მასალები. აბა ვნახოთ რა არის წინ. გინდა გითხრათ რა არის წინ. წააგავს ინვერტორს, წააგავს კონდიციონერს, ჩასასხმელი ადგილი ფანჯრების საწმენდი და რა თქმა უნდა ფეჩები და კონდიციონერები დიდი რაოდენობით. სულ ეს არის. პრაქტიკულად მხოლოდ იმისთვის არის ადგილი, რომ რაღაცა ჩაასხათ და რაღაც შეამოწმოთ. ეს არის მთელი ამის წინა ნაწილი. აინთო შუქი. მოკლედ ვასრულებთ Nissan-ის სტენდთან ჩვენს სეირნობას და მიმოხილვას ავტომობილების. Nissan-მა გამოუშვა რამოდენიმე ახალი ფერი, ეს იყო რაც შეიცვალა L სერიაში, მოხდა რესტაილინგი რა თქმა უნდა L სერიის და სამწუხაროდ მინდა გითხრათ, რომ Nissan-ის გაყიდვებით ცოტათი უფრო დავარდა სტატისტიკის მიხედვით და უმეტესობა Nissan-ის აუდიტორია, ვინც ადრე ყიდულობდა L სერიას, ეხლა გადადის i სერიაზე, უფრო კომპაქტურ ავტომობილებზე.
უნდათ გამოცადონ თუ რა არის და დადიან, ყიდულობენ, მაგრამ მოხდა ისე რომ როდესაც გამოვიდა ლისანი, იყო ბუმი და ბევრმა ხალხმა იყიდა ეს მართლაც ძალიან ხარისხიანი ავტომობილი. შემდეგ ბევრმა სხვა კომპანიამ დაინახა თუ როგორ იყიდება ლისანი, რაოდენ კარგი ავტომობილია და რაოდენ დიდი პოპულარობა აქვს ხალხს შორის და დაიწყო გამოშვება კოპიების, ლისანის კოპიების. რა თქმა უნდა, უფრო იაფად და დღეს უკვე ახალი მყიდველი, რომელიც მოდის და უყურებს, რომ არის მაგალითად L9 და არის სხვა ავტომობილი, რომელიც შეიძლება 10 და 20,000 დოლარი თუ ხმარ ნაკლები, ყიდულობს იმას და ბევრი არ არის ისეთი ხალხი, ვინც აფასებს იმას, რომ გადაიხადო უფრო მეტი თანხა და მიიღო ავტომობილი ბევრად უფრო ხარისხიანი, მაგრამ ამასაც დრო გაასწორებს ყველაფერს. ყოველ შემთხვევაში დღევანდელი ჩვენი სტატისტიკა ისეთია, ვიცით, მე პირადად ვიცი, რაოდენ ხარისხიანი ავტომობილია ლისანი და რაოდენ გემრიელი ავტომობილია, მაგრამ სამწუხაროდ სტატისტიკა ჯერჯერობით ვარდება. ხალხი უკვე ცდილობს გადავიდეს i სერიაზე და შეიძლება უფრო კომპაქტურ ავტომობილებიც. არ ვიცი, ნახავთ, ეხლა კი წავედით და დავათვალიეროთ სხვა სტენდები. წავედით. მეგობრებო, მოვედით Maextros სტენდთან. აქ უბრალოდ ვერ მოხვდებით ესეთ სტენდებთან, უნდა დაიკავოთ რიგი და ნელ-ნელა ორ-ორ კაცს უშვებენ შიგნით, რა ხმა მაღალია ყველაფერი. მოკლედ, ეს არის პრემიალური ბრენდი, ეს არის Huawei-ის და JAC-ის კოლაბორაცია, ეს არის ისეთი S-კლასზე უფრო მაღალი, ანუ ყველაზე ზე პრემიალური ბრენდის და ტიპის ავტომობილია. შეხედეთ როგორ არის გაკეთებული, ორ ფერშია გაკეთებული და ჩვენს უკან კიდე ერთი დგას შავ ფერში, გაჩვენებთ მოგვიანებით, მოგწერეთ რომელი უფრო მოგწონთ. ეხლა კი ცოტათი ტექნიკური ინფორმაცია. წავიკითხავ, ბევრი ტექნიკური ინფორმაცია. არსებობს ორი ვერსია, ჰიბრიდული და ელექტრო. ასევე არსებობს ვერსიები 4 სავარძლით შიგნით და 5 სავარძლით, ანუ ჩვეულებრივი უკანა გრძელი სავარძლით. რაც ეხება ჰიბრიდულ ვერსიას. ჰიბრიდულ ვერსიას აქვს 1000 ცხენის ძალაზე უფრო მეტი, იმიტომ რომ 864 ცხენის ძალა აქვს ელექტრომოტორებზე და 170 ბენზინის 1.5-იან გენერატორზე. რაც ეხება ჰიბრიდულს ერთი დატენვით გაივლის წარმოიდგინეთ 365 კილომეტრს, იმიტომ რომ აქვს 65 კილოვატ-საათიანი ელემენტი. ანუ წარმოგიდგენიათ როგორ ტექნოლოგიაზეა საუბარი. სამწუხაროდ ვერ გაჩვენებთ ყველა თელფუნქციონალს ამ ავტომობილის, იმიტომ რომ ეს არის Huawei-ის ტექნოლოგიები, ბევრი Huawei-ის რაღაცეები აქვს შიგნით და თუ გაქვთ საათი Huawei-ის ან ტელეფონი, მაშინ რა თქმა უნდა ყველაფერი ერთმანეთში ერთდება და ხელით აჩვენებთ, რომ კარები გამიღეო, გაგიღებს და ასე შემდეგ თუ გინახიათ ვიდეო რგოლები საოცარ რაღაცებს აკეთებს ეს ავტომობილი. ამასობაში არსებობს კიდევ ელექტროვერსია და ელექტროვერსიას აქვს უკვე მხოლოდ 530 ცხენის ძალა. არის 4-4-ზე, რა თქმა უნდა, 97 კილოვატ-საათიანი ელემენტი უყენია და გაივლის 650 კილომეტრს ერთი დამუხტვით. რასაც გიყვებით, ყველაფერი ეს არის CLTC-ის ათვლის სისტემის მიხედვით. მოდით ახლა ვნახოთ, თუ რას წარმოადგენს ეს ავტომობილი და რა არის შიგნით Huawei Maextro. მე მგონი ალბათ თქმაც არ უნდა იმას, თუ როგორი ხარისხის მასალებზე არის საუბარი, როგორი ადრე 221 S-კლასს ჰქონდა ხოლმე ესეთი ჩასადებები. ეს ავტომობილი რა თქმა უნდა არ არის ის ავტომობილი, სადაც სავარაუდოდ თქვენ როგორც მძღოლი ყოველდღიურად ატარებს, თუმცა საკმაოდ უგემრიელესი დაიხურა. უგემრიელესი ინტერიერი აქვს, შემთხვევით დავაჭირე მუხრუჭს და დაიხურა. ესე იგი, უგემრიელესი ინტერიერი, ისეთი შთაბეჭდილება თითქოს რაღაცას ლუვრში ზიხართ და არა ავტომობილში. ელემენტარულად ღილაკებით შუშის არის, გამჭვირვალეა, ლამაზია, ყველგან აწერია ნაწერები Maextro, სავსეა კამერებით, ეკრანებით და სხვათა შორის ახლა ისე მოხდა, რომ მე გავიხედე უკან და ვხედავ, რომ უკან ვეღარ ვხედავ ვერაფერს, იმიტომ რომ უკან მჯდომმა ადამიანმა ჩამოწია, იცით რა? არა დისპლეი, არამედ პროექტორის ეკრანი. ახლა გაჩვენებთ რაზე არის საუბარი. ვზივარ ჩვეულებრივად გემრიელად. რაც კი მოგიყევით საერთოდ ჩინურ ავტომობილებზე, მათ ფუნქციონალზე, ყველაფერი ეს არის 10 და კიდე პლუს მეტი. ესე იგი ვნახოთ რა ხდება Huawei Maextro-ს უკანა სავარძელზე, ყველაზე გემრიელ ადგილებზე. შეხედეთ რამ სიგზე კარებია. რასაც გიყვებოდეთ, გავიხედე უკან წინა სავარძელზე, რატომღაც ვერ დავინახე რა ხდება უკან. იმიტომ რომ
ჩემს უკან აყენია პროექტორი და ეს პროექტორი ამ ეკრანზე მიჩვენებს გამოსახულებას. ეკრანი პრაქტიკულად მთელი მანქანის სიგანეა ზომით. აქ კი ალბათ არა. აქ გვაქვს აბსოლუტურად ყველაფერი. შეხედეთ, დავაჭირე ღილაკს, გაიღო მაცივარი. ხელით არც კი ვიფიქრებ ხელით ამ მაცივრის დახურვას. ვაჭერ გაიღება, ვაჭერ დაიხურება, ტელეფონს შეაცურებ, ყველაფერი იტენება. ამ მანქანაში ალბათ სავარაუდოდ ძალიან დიდი ხანი უნდა იჯდეთ, იმისთვის რომ საერთოდ გაერკვიოთ რაზეა საუბარი, რა აქვს, რამდენი რამე აქვს. უი, ესეც წარმოიდგინეთ, სადა აქვს კარების დახურვის ღილაკი. ეს კი აქ. ეს არის ტელეფონი არა, პრაქტიკულად ოღონდ ტელეფონი არ არის, ეს არის მართვის მოდული. ამით მართავთ ყველაფერს ავტომობილში და ჩდება, რა თქმა უნდა, აქ. წარმოიდგინეთ, რა მხელა რაღაცა არის და საერთოდ რაზეა საუბარი, რა ავტომობილია ზევით. ცა ვარსკვლავებით, რა თქმა უნდა, მთლიანად იღება. შუაში კი, შეხედეთ, ესე იგი, დავხურავ. აი, ვერ ვწვდები ხელით იქამდე, ამიტომ აქ მაქვს ღილაკი. დავაჭერ და დაიხურება. ეკრანი დაიხურა, კარები და ყური დამიგუბდა. ამას ახლა ვიგაჩვენებთ. აქ, რა თქმა უნდა, მაცივარი, აქ რაღაცეების ჩასადები, აი, უკან დამატებით იტყობა საყინულია ალბათ. მოკლედ, ხურავთ ამას ყველაფერს და ეხლა რა მინდა გაჩვენოთ. მომეცი კამერა? უყურეთ, ხმა. ხურავ ფანჯარას, კი არა და კარებს. გესმით ირგვლივ ხმა რა ხდება? ეხლა ნახეთ. ეხლა ნახეთ. ისმის. პრაქტიკულად ვაკუუმია. კინოთეატრი ჩაირთო. უბრალოდ წარმოუდგენელი ვაკუუმია, აბსოლუტურად სიჩუმეში ვზივარ. საიდანაც გარედან მესმის რომ ხმა არის, კინოთეატრია ჩართული და რავი, სიტყვები არ მყოფნის რა. აი მე მგონია რა, არც ერთ ეს კლასში მე ესეთი რაღაცა არ მინახია. არანაირ მე-7 სერიებში და ეს კლასებში და არაფერში ესეთი რამე არ მინახია. ეს რაღაც აუღწერელი გზნობებია ამ ავტომობილში ჯდომა. მოულოდნელია. გადმოვჯექი მარჯვენა მხარეს იმისთვის რომ გაჩვენოთ მაგიდა. ჯერ ესეთიდან გაიღო. მეორე ერთი უბრალოდ შეხედეთ. ყავის ყური უნდა ავიღოთ, მოვქაჩოთ აი ყავის პატარა რაღაცას. შეხედეთ უბრალოდ აქ აქვს პატარა მაგიდუნია, ამაშია სარკე, რატო არ ვიცი, მაგრამ არის. შემდეგ იღება. ესე იგი იმ დონეზე მყარია, აქ შეიძლება აი ნუ ძალიან მყარია რა. აი თურმე ისიც ყოფილა სარკე. აი სარკე. აი მაგიდა. აბა დავკეცოთ 1 2 რატომღაც ველოდი რომ ესეც ელექტრონული იქნებოდა, მაგრამ არა. დავხუროთ. კიდევ ერთი რაღაც აღმოვაჩინე ავტომობილში, იმის გარდა რომ აქ აქვს ბლაინდი, რომელიც ადის ჩამოდის, ამის გარდა შეხედეთ გამჭვირვალე შუშა, ეხლა კი ჩავამუქე. კიდევ უფრო ჩავამუქე. მინდა ღია გავხადო, აი შეხედეთ განსხვავებას, აი როგორი შავია შუშა. აი ესე ხო? ეხლა ნახეთ. ეხლა ავიღებ და არ გამომივიდა. როგორ უნდა ვქნა, კი არ მახსოვს. უნდა იცოდე როგორ უნდა გააკეთო. ესე იგი, დავიწყეთ. აქ იყო გამუქება, აქედან იქნება გავაღიავება. გავაღიავე. გამომივიდა. გავაღიავე. ეხლა კი ნახეთ განსხვავება. აი ეხლა განსხვავება. გამჭვირვალე გახდა შუშა. და ერთიც ბოლო ცდა 1 2 3. ოპ. რამჭირსტო. სადღაცა საექვევით სენსორი აქვს და უნდა გააცურო და ესეთ რაღაცა შევაბა ეხლა. აჰა,
აი თურმე როგორ მუშაობს, აქედან ესე. ჩამოვმუქე. გავაღიავე. გავაღიავდა. ეს კი შავი ვერსია, როგორც გითხარით, უკვე სხვა ფერები. ამ ვერსიას შუაში არა აქვს, არ ჩამოდის პროექტორი, ეკრანი, მაგრამ, რა თქმა უნდა, თავისი ეშხიც ამ ვერსიას აქვს. უბრალოდ შეხედეთ რაზეა საუბარი, ანუ ამას აქვს არკეები, პანორამა და ესეთი ალბათ ხისფერი ინტერიერი, თავის ხის პანელებით, ყველგან хроმი, ყველგან გამჭვირვალე ღილაკები და რა ვიცი, უამრავი უბრალოდ შეხედეთ კადრები და დაათვალიერეთ თუ რაზეა საუბარი. ახონდის. ამასინად დავათვალიერეთ Maestro. ნახეთ რა შეშნავს ჩინური Z ექსკლუზივი, S კლასი, Maybach-ის კლასი. ეხლა კი მოვედით იმისთვის, რომ შევადაროთ მაგალითად, გზნობების მიხედვით მაინც რომ შევადაროთ, თუ რა შეშნავს Mercedes Maybach-ი სულ ახალი 2026 წლის. შეძლების დაგვარად შევადაროთ კიდევაც, ვისაც გაინტერესებთ. აბა ვნახოთ რა ხდება Maybach-ში უკან. ადგილი გენაცვალე ბევრი აქვს. აგერ არის ხო. პანჯარას ვერ ჩამოვწევ, ეს ხომ Maybach-ია. ეს არ არის ელექტროავტომობილი, სადაც ჩაჯდები და ყველაფერი მუშაობს თავიდანვე. შეგრძნებები, აბა ვნახოთ. იცით რაშია საქმე? რა თქმა უნდა, ძალიან კარგი, მშვენიერი ავტომობილია, მაგრამ აი ყველაზე ცუდია, როცა ესეთ ავტომობილზე გაქვს საშუალება თქვა მაგრამ. და რა მაგრამ? აი შეხედეთ მაგალითად. აი აქ რომ მოусმევთ თითს, იჩხაპნის არ არის ერთ ზოლზე. აქ ჩხაპნის. აი ესეთი რაღაცეები შეხედეთ როგორია. აი პლასმასია ჩასმული იმაში რა ქვია, კედელში. დანარჩენი იცით მე უარეს ველოდებოდი. მაგრამ აი რაც ეხება საერთოდ შიგნით შიდა სამყაროს ახლოსაც არ დგას. სამწუხაროდ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, იმიტომ რომ მიყვარს Mercedes-ი, სამწუხაროდ ახლოსაც არ დგას Maestro-სთან, იმიტომ რომ პრაქტიკულად არაფერი არ აქვს. უბრალოდ დიდი გრძელი სავარძელი წამოვწვევი. მეტია პანორამა. აქ დგება პლანშეტი, რომელიც ამჟამად ამ წუთას სამწუხაროდ შიგნით არ დევს და წინ პატარა მონიტორი. ანუ მეტი ამ ავტომობილში არაფერი არ არის. არის კარგი, ლუქსი, პრემიალური ხარისხი, მაგრამ შეიძლება კონკრეტულად ეს ვერსიაა ცარიელი, მაგრამ არანაირი უზარმაზარი მონიტორები, პროექტორები და სუპერ გაჯეტები ამაში არაფერი არ არის. უბრალოდ არის კომფორტული გრძელი ავტომობილი. სამწუხაროდ, როცა ვადარებთ, გვინდა რომ ამ ავტომობილშიც ძალიან ბევრი რამე ვიპოვოთ და აღფრთოვანებული ვიყოთ, მაგრამ Maestro-ში რო არ მჯდარიყავი, ალბათ აღფრთოვანებული ვიქნებოდი, მაგრამ რახან ჯერ Maestro-ში ჩავჯექი და შემდეგ Maybach-ში, Maybach-მა არ დამიტოვა სამწუხაროდ ისეთი შთაბეჭდილებები. სამწუხაროა. რატომღაც რომ ნუ კარგი რა, ელექტროკარები მაინც ამოხდებოდა რომ გაეკეთებინათ. მეგობრებო, მოუახლოვდით სტენდს, რომელზეც წარმოდგენილია ბრენდი AM-ი. AM-ს დღეს ყავს ახალი ავტომობილები. ისეთი შედარებით ძველი, მაგრამ L6, შემდეგ LS6 და LS9. ეხლა ყველაფერს მოგიყვებით, წამოდით ვნახოთ. AM LS6 შევხედოთ თუ რა ხდება ინტერიერში. LS6-ის ინტერიერში პირველი რასაც ვაქცევთ ყურადღებას, ეს არის თვითმფრინავის სტილის გადაჭრილი საჭე გორგოლაჭებით. საკვირველია, მაგრამ ამ საჭეს რეგულირება აქვს მექანიკური. ველოდებოდი რომ იქნებოდა ელექტრონული, რა თქმა უნდა.
სტილისტიკით როგორც უმეტესობა ავტომობილები. ცალკე ბავშვებისთვის, სავარაუდოდ ბავშვებისთვის მონიტორი, ჩემთვის კი ერთი გრძელი თან გაორმაგებული არ არის, ერთი გრძელი მონიტორია. დეფლექტორები HRS, კომფორტული სავარძელი, ადგილი მოვირგო, ესე იგი მოვირგე, აი ეს ხელის ჩამოდება მინდა, მაგრამ ვერ ვდებ. ესე იგი ძალიან პატიტუნა ემხელა სარკე აქვს. პატიტუნა სარკე აქვს ესეთი. თავს მართალი რო გითხრათ, ცოტა ვურტყავ. შეიძლება ჩავწიო სავარძელი უკან და სხვა გზნობები იყოს, ჩავეტიო, მაგრამ კონკრეტულად ამ სეტინგზე თავს ვურტყავ. რაც ეხება უკან ბევრად უფრო დიდი მოცულობა აქვს, ჩემს უკან ვზივარ საკმაოდ კარგად, აქ აქვს მაცივარი, აქ აქვს armrest-ი, არაფერი ზედმეტი, არანაირი მონიტორები, არაფერი, იმიტომ რომ ეს არის LS6, ეს არ არის LS9. ვეტევით, ყველაფერი კარგად არის და ვნახოთ რა ხდება უკან სავარძელზე. მინდა გითხრათ, რომ უკანა სავარძელის გათხოვება სავარძლის აქვს. ესე იგი, ვეძებთ ღილაკს, სავარაუდოდ ვიპოვეთ ღილაკი. ესეც ჩვენი ნახევარი უკანა ნაწილი ავიდა ზევით HR-ში, liftback-ი გამოდგა. ნახეთ რამსისქე ადგილი იკარგება იმის გამო, რომ აი ეს ყველაფერი უნდა შემოვიდეს და ჩადგეს აქ. საკმაოდ სქელი რამეა. საკმაოდ ნორმალური ზომის საბარგულია, ერთადერთი მინუსი ის იქნება, რომ ეს ყველაფერი აქ იხურება და საკმაოდ დახრილია, ანუ სიმაღლეში ვერ დაალაგებთ ბევრ რაღაცას. ჩაოლებრივი ჩასადები ადგილი და გაჩვენოთ რა აქვს ამ ავტომობილს უკან. ეს არის დამატებითი მონიტორი შუაში, რომელიც წერტილებისგან შედგება, სქელი პიქსელებისგან, რაღაცა აწერია. ეს არის LS6. ეს არის LS6 ინტერიერი, რომელსაც საკმაოდ უცნაური საჭე აქვს. ესეთი თვითმფრინავის საჭეს წააგავს. დიდი პანორამა, რა თქმა უნდა. ნახეთ როგორი ლამაზი სავარძლები აქვს. ნახოთ რა ხდება უკან. გავათვალიეროთ. არავის არ გაგვიკვირდება მაცივარი. რამდენი რამე დევს მაცივარში. შევხედოთ რა ხდება საბარგულში. 800 ვოლტი. გაიღო ნახევარი უკანა ნაწილი, როდესაც გაიღო საბარგული. ოქტანურო ბატერია 92. ნახეთ. დასასვენებელი მოდისთვის. 这一款正常来说是选择，然后咱们现在有一个限时免费制度，这个方案看看。 საკმაოდ ეფექტური ლამაზი ავტომობილია. მეორე ვარიანტი და რატო ვეძახი მეორე ვარიანტს? თანა მუსიკა დაიწყო. იმიტომ რომ იგივე LS6-ია. აქციჩუმეა კარგად ისმის. იგივე LS6-ია, მაგრამ ამას არა აქვს გადაჭრილული საჭე უკაცრავად, ამას აქვს მრგვალი საჭე. დანარჩენი კი აბსოლუტურად იდენტურია. განსხვავდება საჭე. ესეც ერთ-ერთი განსხვავება. არ მოგწონთ გადაჭრილი საჭე? გინდა აი ეს ხელის ჩამოდება, გაქვთ ესეთი საჭე. ზიგრს ყავს 9X.
ლისანს ყავს L9, ლინკენკოს ყავს ლინკენკო 900, მაგრამ AM-ს არასდროს არ ყოლია ესეთი ზომის უზარმაზარი SUV. ეხლა კი ყავს და ამ SUV-ს ქვია LS9. ხედოთ თუ რა არის LS9. ინტერიერი გავს LS6, პრაქტიკულად იმეორებს LS6-ის ინტერიერს, მაგრამ ამასობაში არის ბევრად უფრო დიდი. არის სამრიგიანი. 10公里，一杯咖啡的时间就能帮你满足一周的续航需求。更重要的是，它作为一台大五座， Thank you， 谢谢。家庭用户所需的3大关键要素，分别是空间。